საქართველოში პური 10 თეთრით გაძვირდა. რამ გამოიწვია ეს მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდამ თუ ამის მიზეზები პურის მწარმოებელ ქარხნებში უნდა ვეძებოთ. წისქვილების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, მსოფლიო მასშტაბით ხორბლის საექსპორტო მარაგების კლებამ საქართველოში გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია. ამან კი რუსულ და უკრაინულ ხორბალზე ფასების ზრდა, რომლებიც სხვა ქვეყნებთან შედარებით ყოველთვის დაბალი იყო. მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი არიან ის ქვეყნები, საიდანაც საქართველო ხორბლით მარაგდებოდა. შესაბამისად, ფასების ზრდამ ჩვენთან რეალობა შეცვალა. ლევან სილაგავას თქმით, ხორბლის ფასი 100-110 დოლარით გაიზარდა და შესაბამისად ტომარა ფქვილი 30 ლარის ნაცვლად ეხლა 40 ლარს. მისივე თქმით, ფქვილის გაძვირება პურის ღირებულების ზრდას ნაწილობრივ განაპირობებს, თუმცა არ მთლიანად. საექსპორტო პოტენციალის კლებამ ამ მარაგების შემცირებამ გამოიწვია გარკვეული დაძაბულობა ჩვენს რეგიონზე, იმიტომ რომ ჩვენ შემოგვაქვს რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან ხორბალი ძირითადად და ამან გამოიწვია ფასების მატება ჩვენ რეგიონში. ანუ რუსეთის ფასი და უკრაინის ფასი, რომელიც ადრე იყო თქვათ უფრო დაბალი ვიდრე მსოფლიოში, უკვე უთანაგდება ფაქტიურად მსოფლიო ფასს. 1 ივნისს თუ ჩვენ შემოგვქონდა საქართველოში ხორბალი 250 დოლარი ტონა ფასად, დღეს ჩვენ შემოგვაქვს 350-360 დოლარი ტონა ფასად. ანუ 100-110 დოლარით არის გაზრდილი. ამან რა თქმა უნდა შესაბამისად განაპირობა ის, რომ გაიზარდა ხორბლის შესაბამისად ფქვილის ფასი, ანუ თუ 1 ივნისისთვის ფქვილის ფასი 30 ლარის ფარგლებში, დღეისათვის ფქვილის ფასი 1 ტომარასი მერყეობს 43-დან 45 ლარის ფარგლებში. უნდა გითხრათ, რომ პურის ქარხნებს გაცხადებული ჰქონდათ ზღვარი 45 ლარი 1 ტომარა ფქვილზე, რომლის შემდგომაც თქვათ შეიძლება მომხდარიყო პურის გაძვირება, თუმცა აქ მინდა აღვნიშნო, რომ პურის კალკულაციაში ფქვილის შემადგენლობა არის 50%, არამეტი, დანარჩენი არის ენერგომატარებლები, ეს არის 20%, ანუ გაზი და ელექტროენერგია და სხვა ენერგომატარებლები, აგრეთვე არის წყალი, აგრეთვე არის სახელმწიფო ფონდი, აგრეთვე არის დამხმარე საფუარი, მარილი, ზეთი და 5% ეს არის ტრანსპორტირების ხარჯი. ანუ პირდაპირ მიბმა, რა თქმა უნდა, შეიძლება გარკვეულწილად ფქვილის გაძვირებაზე, თუმცა ეს არის მხოლოდ 50%. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი თვლის, რომ ქვეყანა მონოპოლიების მხრიდან იმართებოდა. დღევანდელ რეალობაში კი მაინც ამ პრობლემის წინაშე ვიმყოფებით. მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ დასალაგებელია. ის რომ ჩვენ ცხოვრობდით ნომენკლატურული კაპიტალიზმის ეპოქაში, როდესაც ხელისუფლება მინიმუმ დირიჟორი იყო ფასების, ფასარების და ფაქტიურად სამწუხაროდ ქვეყანა იმართებოდა მონოპოლიების, ოლიგოპოლიების და კარტელების მხრიდან. ეს არის ფაქტი. დღესაც მე რომ ვიტყვით, რომ ეს მეტასტაზები მოშორებულობას ნამდვილად არ აქვს, ეს არის პროცესი და ეს ურთიერთობები კიდე დასალაგებელია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. უბრალოდ დასაშლელია, მოდით ესე ვთქვათ, რომ გადასახადების შემცირება თავისთავად არ არის ინსტრუმენტი ფასების დარეგულირების. ეხლა მე ვიცი მეწარმეების ესე ვთქვათ, წუწუნის შესახებ და ამ შემდეგ, რომ მე ვფიქრობ, რომ ბევრად ირიბი მეთოდებით ბევრად ეფექტურად შეიძლება ყველაფერი ამის გასვლა. მე ვიტყოდი, რომ ესეთი პოტენციალის ქვეყანაში, ესეთი სოფლის პოტენციალის ქვეყანაში, ჩვენ როდესაც ძირითადად ხორბლის კუთხითაც ვიქეცით ძირითადად მოხმარებელ ქვეყნად, ეს არის ძალიან ცუდი. ჩვენ თუ გვექნება შიგა პროდუქტი ხორბლის და შესაბამისად პურის სახით, ხო, დამერწმუნეთ, რომ ამ კუთხით სასურსათო უსაფრთხოების საკითხი იქნება გადაწყვეტილი და აი ესეთი კითხვები აღარ იქნება. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიზუალურად სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რაც გადაწყვეტს ამ პრობლემას. გადასახადების შემცირებით ამ ქვეყანაში არასოდეს ფასების პრობლემა არ გადაწყვეტილა. ბევრად უფრო პრობლემებთან გვაქვს საქმე და სისტემური მიდგომის გარეშე ჩვენ ეკენა ვერ გამოვაქვს, თუმცა მეპურეებთან თუ სხვასთან იქნება კონსულტაციები ალბათ შესაბამის სამსახურების ჩაატარება კონსულტაციებს და მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი შეიძლება არც თუ ისე მალე, მაგრამ მე-2 წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ დადებითად ქვეყნისთვის დადებითად გაგრძელდეს. ბაზრობაზე და მაღაზიებში პურის ფასის მატებასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ პური 10 თეთრით მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ გააძვირა. არ გაუძვირებია არც ერთს.
ჯერჯერობით. მარტო ცეხვილი კევრის გაძვირდა 10 თეთრი სიწმედი არის. გამყიდველების ნაწილი ფასების ზრდას ყველა კომპანიის ნაწარმზე ელოდება, თუმცა ფაქტია, რომ დომინანტ კომპანიას იფგლს პურზე ფასი არ გაუზრდია, მაშინ როცა რამოდენიმე სხვა კომპანიამ ფასი გაზრდა. ანუ ხორბლის ფასის მატება მთლიანად არ განაპირობებს პურის ღირებულების ზრდას და ფასების დაწესებაში მთავარი მაიცის კონკრეტული კომპანიაა, რომელიც თავის პროდუქციას ან 10 თეთრით იაფს დააფასებს, ან 10 თეთრით ზვირს.